ამ ისტორიულ დღეებამდე ქვეყანამ, ისევე როგორც ქართულმა რაგმა უამრავი მძიმე პერიოდი გამოიარა. რაგბისთან პირველი კვეთები ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში გქონდა, თუმცა ოვალურმა ბურთმა ამავე საუკუნის 60-იან წლებამდე ფეხი ვერ მოიკიდა. ყველაფერი საბჭოთა კავშირში დაიწყო, სადაც სტალინური რეპრესიების დროს რაგბი კოსმოპოლიტიზმთან ბრძოლის საბაბით აიკრძალა. თითქმის დეკადის შემდეგ 1957 წელს, როდესაც ბელადი შეიცვალა და რაგბის გასაქანი მიეცა, სპორტმა განვითარება დაიწყო. მალევე, კერძოდ კი 1959 წელს ჟაკ ასპეკიანის წყალობით საქართველოშიც ჩამოაღწია. მან პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პირველი კლუბი დააარსა. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ წლებში რამდენიმე საჩვენებელი მატჩი უკვე გამართულიყო, ქართული რაგბის საწყის წერტილად სწორედ ეს თარიღი მიიჩნევა. ფრანგმა ემიგრანტმა ლიონიდან წესებთან ერთად რაგბის ბურთიც ჩამოიტანა და ვარჯიშებს შეუდგა. ტექნიკურ უნივერსიტეტში გაგულ განცხადებას სპორტით დაინტერესებული ახალგაზრდები ეხმიანებოდნენ. თანდათან სპორტმა გავრცელება დაიწყო. 1961 წელს მოსკოვიდან თბილისში ჩამოსული 24 წლის გივი მრელაშვილი ქმნის პირველ სარაგბო ორგანოს, თბილისის რაგბის საქალაქო სექციას, რომელიც კონსტიტუციის ქუჩაზე ბინავდება. მრელაშვილი აქტიურად ჩაერთო ქართულ სარაგბო ცხოვრებაში. სტატიების გამოქვეყნება თუ ქუჩაში ახალგაზრდების შეკრება არ გასჭირვებია. ამას კი აქ ჩამოსული მოსკოვური რაგბის კლუბები და გასვლითი შეხვედრებიც მოჰყვა. მრელაშვილის თხოვნით ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც ამ დროისთვის უკვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ატარებდა და ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა, სექციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ცხადია, ამ ფაქტმა დადებითად იმოქმედა სპორტის პოპულარობაზე და ნელ-ნელა უფრო და უფრო მეტი მოთამაშის ჩართვა გამოიწვია. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ნათლობა 1989 წლის შემოდგომაზე გაიმართა. მაგრამ ნათლობა რო შემდგარიყო, უნდა ოლოდა ნათლულს ნათლია და ჯერ უნდა დაბადებულიყო და მერე მოენათლათ. შექმნას წინ უძღოდა 60 წლიდან დაწყებული 99 წლამდე 29 წელი. 29 წელი იქნა ის დრო, რომელმაც მოამწიფა საქართველოში ეროვნული ნაკრების დაფუძნების აუცილებლობა. მანამდე ჩვენმა გუნდებმა, რომლებიც თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, საკმაოდ ხელშესახებ მიღწევებს მიაღწიეს. თბილისის ლოკომოტივი, ჩემი გუნდი. პირველი გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. 78-ში თემურ ბენდიაშვილის გუნდი იგებს საბჭოთა კავშირის თასს. ეს ორი ნიშანდობლივი ამბავია ამ პერიოდში. წარმატებები გრძელდება, რა თქმა უნდა, და საბოლოო გვირგვინი ამ წარმატებისა იყო ის, რომ დედამიწის 1/6-ზე გადაშლილი უდიდესი იმპერიიდან მექა და მედინა გახდა ქუთაისი რაგბისა. რაგბის ცენტრად იქცა. ამის დასტურია დუგლას კავთელაშვილის, ქუთაისელთა მაშინდელი მწვრთნელის უდიდესი ძალისხმევა ამ საქმეში. პირველად 87-ში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი მოიგო ქუთაისისაიამ და იმავე წელს მოიგო საბჭოთა კავშირის თასი. პირველი შემთხვევაა ქართული სპორტის ისტორიაში, სათამაშო სახეები მხედველობაში, რომ გუნდი ხდება ერთდროულად ერთ წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ამას ქუთაისელები ზედიზედ გაიმეორებენ, ანუ სამგზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონები ხდებიან და 90-ში უკვე საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელები. მეც საზღერტყვით, საბჭოთა კავშირი დაიშალა და საბჭოთა კავშირის თასის ქუთაისში დარჩა. 80-იანი წლების ბოლოს ქვეყანაში ეროვნულ მოძრაობას საკმაოდ დიდი როლი ეჭირა საბჭოთა საქართველოს ყოველდღიურობაში. მწიფდებოდა დამოუკიდებლობის იდეა და ქვეყანაში ამ იდეის გარშემო ერთიანდებოდა სპორტსმენიც და არასპორტსმენიც. გზაგამყოფი კი 9 აპრილი აღმოჩნდა, სადაც ქართველმა მორაგბეებმა, როგორც შემდგომ აღმოჩნდა, უამრავი სიცოცხლე გადაარჩინეს. ამ ყველაფრის შემდეგ, ისევე როგორც ყველგან, ქართულ რაგბიშიც
რომელიც საბჭოთა სივრცეში მეტნაკლებად უცხოსხეულად მიიჩნეოდა, რომ წითა სანაკრებო იდეა. დამოუკიდებლობისკენ სვლაში კი ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნებოდა, როგორც ერის საბჭოური სივრციდან გამოყოფის მცდელობა. გაზეთი ლელოს 15 ივლისის ნომერში ზაალ გიგინეიშვილის მიერ ჩაწერილი ვრცელი ინტერვიუ დაიბეჭდა ნუგზარ გაბრიჩიძესთან, სადაც აქტიურად ჟღერდებოდა რაგბის სუვერენიტეტის იდეები. მიზანი სპორტული სუვერენიტეტი. რაგბი გზა წინსვლისა. ეროვნულ ნიადაგს უნდა დაეფუძნოს. გაბრიჩიძე აფიქსირებს ქართული რაგბის სამომავლო მიზანსაც. უახლოესი მომავლისთვის ქართველ მორაგბეთა მთავარი ამოცანა 1995 წელს მსოფლიო თასის მესამე გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მონაწილეობაა. დავით კილსონიას თაოსნობით აქტიურად დაიწყო მუშაობა და შედგა კონტაქტი მსოფლიო რაგბის წინამორბედ ორგანოსთან, IRB-სთან. ქართული რაგბის მიერ ბოლო წლებში განცდილმა პროგრესმა კი დამოუკიდებელი ნაკრების შექმნის იდეას კიდევ უფრო შეუწყო ხელი. 1999 წელს IRB-სთან თანამშრომლობით ჩაინიშნა მატჩი ზიმბაბვესთან. გაზეთ ლელოში 10 სექტემბერს დაიწერა ვრცელი სტატია მეტოქეზე, რომელიც დასათაურდა როგორც ნათლობის მატჩი. ნაკრების ნათლობა, როგორც გითხარით, 99-ში ქუთაისში შედგა და ეს არ იყო შემთხვევითი ფაქტორი ყოველივე იმის გათვალისწინებით, რაც გიამბეთ და სწორედ იქ უნდა გამართულიყო პირველი საერთაშორისო ამხანაგური მატჩი, ასე დავარქვათ, ზიმბაბვეს ნაკრებთან. წვიმიანი ამინდი, საოცარი წვიმა ქუთაისში, ხო, ნათლობას წყალი უხდება ალბათ და ამიტომ და საოცარი თამაში. 16-3 მოვიგეთ ის პირველი სანიშანსვეტო შეხვედრა ქართული რაგბისათვისა და 16-ვე კულა ნუგზარ ჯაგნიძის ანგარიშზეა. მაისურები შინდისფერი უნდა ცმოდა საქართველოს ნაკრებს, იმიტომ რომ მზადდებოდა ხო ეს ყველაფერი შინდისფერი დროშა, შინდისფერი მაისური. შეკიერეს და ბოლოს წინა დღეს ქუთაისში ჩაიტანეს ლურჯი მაისურები. ნუ დატრიალდა ისე ქართული მარიფათი, ერთ დღეში შეიკერა შინდისფერი მაისურები, ის ლურჯები ვეტერანებს მოგწეს. ამ თამაშზე უკვე ჩვენ იმათთან შეუთანხმებლად, რა თქმა უნდა, ვართ ეროვნული ნაკრების სამოსი. ჩვენი ისა გვაქვს, მაშინ ბორჯღალი არ იყო, მაშინ იყო შევარდენი, რომელიც ბურთზე არის კვანჭები ჩავდით. მან ვითამაშეთ და ის პირველი თამაში არა. მე ძალიან მაგრამ უმასპინძლეს ამათმა ზიმბაბვეს ჩვენებმა, იმიტომ რომ ეს განსხვავება სულ იყო რა. საჩუქრები, რა თქმა უნდა, კაი სუფრა და ისინი წავიდნენ ძალიან ბედნიერები აქ. ხო, მოკლედ დაიბადა საქართველოს ნაკრები, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ თავი ლაღად გვექცევა. დიდი მიღწევა იყო და აგორდა ძალიან საინტერესო კიდე ერთი შემთხვევა ქართულ რაგბიში. ნუ საბჭოეთმა მაშინ რაღაცომღაც გადაწყვიტა, რომ სოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მოეძებნა თბილისის დაძმობილებული ქალაქები. თბილისის მაგალითად ზაარბრუკენი იყო. ქუთაისში კი ჩამოვიდნენ უელსელები. ამ შანსს ხელიდან ვინ გაუშვებდა? IRB-ს განაგებდნენ მაშინ უელსელები. მათი პრეზიდენტიც რა თქმა უნდა უელსელი იყო, მაგრამ ის არ ჩამოსულა ქუთაისში. დელეგაციას მოთხოვნა ხელით გაატანეს. ფოსტით არ გააგზავნეს, იმიტომ რომ ფოსტა ხო ისინჯებოდა და იხსნებოდა. და ეს ამათი მოთხოვნა დამოუკიდებლობისა ჩავიდა უელსში. საერთოდ საბჭოთა კავშირის ეგარ ყევა ქმნიდა იმ საფუძველს, რომ ყველას დამოუკიდებლობა უნდოდა. ეს არ არის მარტო მოთამაშეების განვითარებით, ამას ვერ მივდგები, ამას რა თქმა უნდა უფრო პოლიტიკური ნება განსაზღვრავდა მაშინ, რა საბჭოთა კავშირის სხვანაირი ქვეყანა იყო, იქ შენი სპორტული განვითარება არაფერს არ წყვეტდა. იქ თავარი იყო რაღაცა და მერე უკვე პოლიტიკური იმისკენ რო წავიდა, მერე ეს უკვე სხვანაირად დატრიალდა. მოკლედ მანდ რა ხდება? ეს ზიმბაბვე აქ რო ჩამოვიდა, დაბრუნდა ძალიან ასე
მოსკოვში ტარდება ესეთი სოციინდუსტრიის ტურნირი. ამ ტურნირზე არის ჩამოსული მსოფლიო რაგბის ფედერაციის გენერალური მდივანი, ესეთი უელსელი კაცი, ქის როულანდს. თვითონაც ძველი რეგბისტი და ჩვენებიდან იქ არიან ჩასულები დუგლას კავთელაშვილი, რომა ღვინიაშვილი, თემურ ბენდიაშვილი და მამაჩი. საქართველოს მაშინ ძალიან ღონიერ ასე ვთქვათ, რა შეიძლება დაარქვა რა, მაგას ღონიერ სარაგბო მხარეთ ითვლება რა, იმიტომ რომ ერთი პერიოდი 3 გუნდიც კი ყავდა უმაღლესში, ეს არის ლოკომოტივი, ეს არის აია და ეს არის შევარდი. ხო, ამ რუსებმა როგორც ყოველთვის დიდად ეს კაცი ჩამოვიდა, დიდად არაფერი. ჩვენებმა რა თქმა უნდა მოკიდეს ხელი და წაიყვანეს რესტორან არაგვში. თვითონაც უყვარდაო ამ ქის დალევაო და კარგად შემორჩა, დიდი ტანის კაცი ყოფილა და მან ძალიან დამეგობრდნენ მოკლედ. მე არის კონგრესი, რაღაცა რაღაცა უზარმაზარი შეკრება მსოფლიო რაგბის და ჩვენებიდან გადაწყვიტეს, რომ უნდა გაუშვან და საქართველოს დელეგაციაც მიდის რა. ესა 99 წელია უკვე დაწყებულია ძიმობისთან ხოლმე ითამაშეთ, უკვე დაწყებული არის ყევები. დელეგაციაში მამაჩემი არის და არის დანის რაიკონის პირველი მდივანი ალეკო გოლცირიძე. ეხლა ამათმა 8-5 წაიღეს საჩუქრები. ეს საჩუქრები არის ხიზილავა, ღვინო, კონიაკი, ხანჯლები, ქართული ხმლები, რომელიც რუსთაველზე იყო სპეციალური მაღაზია, იქაც ნაცნობი ყავდათ და იმან სპეციალურად შეურჩია, რომ ესენი იქ მიდიან. ჩვენებმა შეიკერეს კოსტუმები, აქ სპეციალური ესეთი, რომელზეც უკვე ამოქარგული არის ეს შევარდენის გერბი. ბატონო ალეკომ თავისთან გლდანში სპეციალურ ქარხანაში ამოაქარგინა ეს ემბლემა და ნუ მოკლედ მიდიან ამით, მაგრამ ნუ არ არსებობს რომ ეხა ეს 8-5 უცხოეთში გაატანინა. ეგეთი რამე ნუ არ არის. მოკლედ მუშაობდა საბაჟოზე ესეთი კაცი, ძველი რაგბისტი სლიფჩენკო. მივიდნენ ამ სლიფჩენკოსთან და ეუბნებიან რომ იქნება დაგვიწერო რაღაცა და იმან გააგზავნა აი ამ სასაზღვრო საბაჟო მინისტრთან, რომ იმასთან შედით ჩემი მეგობარია და ნუ ძალიან ისე შედიან და ნუ იმავთ რომ 4-5-ის წაღების უფლებას მოგცემთ. სვის ნუ დანარჩენის ნუ შანსი არ არის რომ ვერ გაიტანთ. მოკლედ წაიღეს. ეს 4-5 წაიღო ალეკომ, იმიტომ რომ ეს დიპლომატიური ისა აქვს რა. ხო და 500 მანეთი გადაახტებინეს. რომ გაიტანოს და ახლა მამაჩემი ყვება ამას რომ ბიჭო ვიფიქრეო რომ ნუ აი რა უნდა მიქნან რა. ჰაჰა არ გამატანინოს და აგერ მძღოლი კი ყავს დაუტოვებთ გასაფუჭებელი არაფერი და ჩამოვალთ და დაგხვდება ისევ აქ. დავდეო და ჩვეულებრივად ეს დავდექი რიგში და მივედიო და ნუ ამ მესაზღვრემ რომ დახედა და ეს რა არისო, ეს როგორ შეიძლება? რუსია ეს კაცი და აუხსენიო რომ ეხა საბჭოთა კავშირის დელეგაცია ვართ, პირველად მივდივართ სოფლიოს ესეთ კონგრესზე და რაგბისტვის მიმაქ, საბჭოთა რაგბისტვის ის და ეხა ისე სვიტოე ძელა, ანუ საღვთო საქმე არისო და გამატარაო. არაფერი არ გადამიხდიაო, ეს 4-5 გავიტანეო ისე. ჩავიდნენ, იქ ერთი ბოთლი გატყდა, საშინელი სუნი აქ ამყუთებს, გააჩერეს რა თქმა უნდა ის რო აეროპორტში და რო უთხრეს იმავე წამს გაატანინეს, რომ კი ბატონო რახან იქ მიდიხარ და ჩავიდნენ 8-5 საჩუქრებით. გაურიგეს აბსოლუტურად ყველას. ანუ აი ამ ქართული ხანჯლებით, ამ ხიზილვალებით დადის თურმე მთელი ეს ისა რა ქვია კონფერენცია, ყველას ძალიან მოწონს ესენი, ამ ქის განსაკუთრებულად 1-5 საჩუქრები ჩაუტანეს. ეს როგორ არის ეს ქის როულანდსი არის მაშინ უკვე გენერალური მდივანი და მაშინ ერბის პრეზიდენტი არის ესეთი სამხრეთ აფრიკელი ზოოლოგიის პროფესორი და რაგბისტი ფრიც ელოფი. ეს კაცი ჩამოდის მიდის და ძირითადად ვინც მუშაობენ ეს გენერალური მდივანი ბევრი წელია იქ არის, ერთი წლით იყო ეს ფრიცი არჩეული და ესენი რომ ჩავიდნენ ყველას ეს დაურიგეს ამ ქის განსაკუთრებული ის მისცეს და ნუ იქ უკვე დათომ მამამ უთხრა რომ ხო არ შეიძლებაო რა იქნება ვილაპარაკოთ იმაზეო რომ
დამოუკიდებლად გამოვიდეთ ჩვენ, იმიტომ რომ ესეთი სიტუაცია აი თქვენთანაც ხო არის უელსი ცალკეა, მაგრამ საერთო ჯამში იმავთ ხო ეს ძალიან ძნელი რამე იქნებაო რა. თუ შენო აიღებო მაგ ქაღალდსო დოკუმენტს, სადაც ეს თქვენი ორგანოებიდან იქნებაო დადასტურებული, თქვენი სარაგბო კომიტეტებიდან, მაშინ შეიძლებაო რა, ამაზე ლაპარაკი. მე ერთი დღეც არის და უთხრა რომ ფრიც უნდაო თქვენთან შეხვედრა და რა თქმა უნდა ფრიცსაც საჩუქრები და უზარმაზარი ხმალი და ეს და ბოლო ის არის და ამათ ერთი ხმალი გადადებული აქვს კიდე ცალკე და მოვიდაო ეს ქისიო და მეუბნებაო რომ დაგჭაო ხმალიო და კიო დამჭაო რა ოღონდ ეხა ისო დედოფლის დასუნა შევხედროდითო რა და მე დედოფალ ანას თუ არ ვწდები და მისთვის მაქვს და იქამდე შენო ვინ მიგიშვებსო თქვენო იქ შორს იდგებითო რა ძალიან შორს იქნებითო და იქ რიგები არისო წელსო იტალიელები და იაპონელები უნდა შეხვდნენ იქ ესე არ არის რომ მოდიო აი ჩვენი აი ამ შეკრების კონფერენციის თავმჯდომარემიც იქნება ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და იმას აჩუქებდა და მამამ მივხვდიო რა ეტყობა მეუბნება რომ ოღონდ აი როგორ ვიცი რომ დავსხდებით ყველაო აი გამოდიო და გავედიო ესე რა თქმა უნდა ეს ხმალი მივეცი კაცმა კაშალაო ესე მოკლედ თელი ის არის ატყდა ტაში იმიტომ რომ ყველა ამათი საჩუქრებით და იმით არის და ყველას ძალიან მოწონს ესენი და ჩვენი ახალი მეგობრები და ის და დაბრუნდნენ ესე საქართველოში ეხლა აქ რა ხდება რომ დაბრუნდნენ საქართველოში არის ზიმბაბვესგან მოწვევა რომ ეხლა ჩვენ ჩავიდეთ სათამაშოთ იქ და საბჭოთა რა რუსულმა ფედერაციამ რუსულმა მხარემ გაუგზავნა რომ არა გამოვაგზავნით იმას ზიმბაბველებს ემტო ჩვენები მართლა ძალიან მაგრად დახვდნენ ეს რომ გაიგეს იმავე წამს მიმწერეთო ისევ ქისო რომ აი პტეხავენ ჩვენი არ გაშვება უნდა იქ და იქიდან მოვიდა რომ აუცილებლად ქართველები უნდა იყვნენ რაღაცა და წავედითო უკვე მოკლედ იქ მიდის ლაპარაკი რომ ესენი ჩავიდნენ ზიმბაბვეში არიან მოათავსეს რაღაცა სასტუმროში ნორმალური სასტუმრო და მამამ მოიკითხა ნუ ფრიც ელოფი როგორ და იმათ მოუთხესო ნუ იცნობთო და კიო თუ შეიძლებაო რომ უთხრათო რომ ჩვენი დელეგაცია ჩამოვიდა და ჩვენც აქა ვართ და კი ვეტყვითო მაგრამ ანუ არ არსებობსო რა ისო ზიმბაბვეში არ ჩამოვაო ეს ძალიან ის დაკავებული ადამიანია და მეორე დღეს ჩამოფრინდაო თავისი თვითფრინავით რა თქმა უნდა იმავე წამს გამოგვიცალეს სასტუმრო სადღაც სხვაგან გადაგვიყვანეს ნუ ბევრად უკეთეს პირობებში მაგრამ იქ უკვე ჩვენს კიდე ერთხელ უთხარითო და ხო არ არის შესაძლებელი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ რა რომ საქართველოს და მანდაც იგივე ის იყო რომ ის რა ქვია გითხრესო რომ მოკლედ ვინდა რომ რაღაცა მაშინ და გეკავოთ ხელში რომ ამაზე ლაპარაკი დაიწყოს იქ რო ჩავედითო ჩვენსაც მიაწერეს ზუსტად იგივე რომ ჯორჯია ჩხილებში USSR და ამაზე ეს ამოვაღებინეთო ქართული ჰიმნიც დავაკრევინეთო მე ამის გამო ნუ მოყვა ამას იმიტომ რომ ეს ყველაფერი იმავე წამს მიდის სადაც საჭიროა ხო და დაიბარეს საელჩოში მაგრამ ამათმაც ნუ აღარც ბოდიში მოვიხადეთ აღარც ის მივაწექით ჩვენც რომ არა ეგრე და მოკლედ ესე გამოვიდა რა ჩამოვიდნენ დაბრუნდნენ და აქ უკვე დაწყებულია რა საბჭოთა კავშირი უკვე ინგრევა თითქმის რა ამათმა უნდა აიღონ ეს ფურცელი რომელიც იტყვის რომ საქართველოს შეუძლია ყავდეს ეროვნული ნაკრები მიუხედავად იმისა რომ საბჭოთა კავშირის წევრია ეხლა ამისთვის ეს რო გააკეთონ არის საჭირო რომ პირველი ეს საბუთი დაუმოწმოს საკავშირო ფედერაციის პრეზიდიუმმა ამის ზევით არის ყრილობა მერე მთელი საბჭოთა იმისი და ამის ზევით არის სპორტული კომიტეტი რომელსაც ყველაფერი ამის გაუქმება შეუძლია ანუ სამაგიდონე უნდა გაიარო ამ ფედერაციის პრეზიდიუმში არის 13 წევრი ქართველები უკრაინელები ბალტიისპირელები რომლებიც ნუ ძირით გვეთანხმებიანო და ნუ სამი რუსია რომელსაც ვიცითო რომ ეს არ მოეწონება და რა უნდა გვექნაო ერთის ცოლსო ქურქი ვაჩუქეთო მეორეს ფული მივეცით მოკლედ სამი ტიპი მოისყიდეს 7-6 მოვიგეთო აი ეს რო დავსვითოთ და ნუ გაგიჟდნენო რა ანუ ეხლა რა ხდება რომ 7-6 მოიგეს და ამისი უფლება უკვე საკავშირო ყრილობაზე შეუძლიათ გაიტანო
გავაგზავნეთო ესო ამათთანო და საკავშირო ყრილობამ გაუშვა. აი სამსოფლიო რაგბის ფედერაციაში გაუშვითო ეს ისო რომ აი საკავშირო ფედერაციამ მოგცა ამისი უფლება და ძალიან მალე ყრილობის ანუ საბჭოთა ფედერაციამ რაგბის გააგზავნა რომ ეს საბუთი აღარ არის ძალაში. გააუქმა. მომაყვება რომ ძალიან გაუბრაზდიო მაგაზეო, რამდენიმე თვეში არის ეს ყრილობა უზარმაზარი, ყრილობა საბჭოთა კავშირის სარაგბო ფედერაციის პრეზიდენტი მაშინ იყო ილუშინი, ესეთი ძალიან ცნობილი რუსი მფრინავი და მამამისი ძალიან ცნობილი ავიაკონსტრუქტორი, მოკლედ ისიც გმირი, მამამისიც გმირი და ეს თან რეგბისტი იყო, თან მეგობრობდნენ ყველანი ერთად. მაგრამ ნუ ეხა ეგ ამბავი მეგობრობაზე მაღლა იდგა და ნუ მოკლედ ესენი ჩადიან ამ ყრილობაზე. ყრილობაზე არის თუ არ ვცდები 167 დელეგატის ხმა უნდა დაითვალოს. მანდარი ესეთი ამბავი რა რომ უკვე უკრაინელებმა და იმათმა ხო ნახეს რომ პრიბალტებმა რომ აქ ესეთი რაღაცა გავიდა და ისინიც ამ იმაზე არიან რომ ჩვენც ესე გვინდა, მაგრამ თავარი მანდარი კიდე ის რომ ამ საბჭოთა კავშირში ყველაფერი რაღაცა გართულებულად იყო. მოსკოვის ფედერაცია და რუსეთის ფედერაცია ცალ-ცალკეა. და ვერ იტანენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ის დიდია ის რუსეთის ფედერაცია და მაინც ყველაფერს ის მოსკოვი წყვეს რა და აი ეს პრიბალტები რომ შეთანხმდნენ და ესენი წავიდნენ და უკვე მამაციქარი და უთხარითო რომ ამ რუსულ იმასო ბიჭო აი რუსეთი ესე იქნები ცალკე ამ მოსკოვზე აღარ იქნები დამოკიდებული სულთნად მოდი რა ეს გავიტანოთ და მანდ გამოვედიო უკვე მეო ისევ იგივე მოთხოვნით რომ აი ესე და ესე გავაკეთოთ, ხო ძმები ვართ, ყველანი ერთად თამაშოთ, შევქნათ მე როგორც ბრიტანეთს აქვს, ვითამაშოთ ესე ცალ-ცალკე, ეს გაზრდის თამაშების რაოდენობას, სტუმრების რაოდენობას, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე გავაკეთოთ რაღაცა რუსული დათვებივით, როგორც იმათ აქვს რაღაცა ბრიტანელი ლომები და ვითამაშოთ. უყარეთო კენჭიო და 165 მოვიგეთ. ილუშინი მოხსნეს. ამის გამო და ანუ უკვე ერთადერთი ის დარჩა ზევით რამე სპორტული კომიტეტი რამაც შეიძლება ეს დაბლოკოს რა. უკვე იმდენად მორყეული იყო იქო ყველაფერი რომ იმათაც აღარ დაბლოკესო, გაუგზავნეთო და იმის მერე ამ ხალხის იმით 91 წელს უკვე ჩვენი დელეგაცია ჩადის იქ როგორც დამოუკიდებელი სარაგბო დელეგაცია 91 წლის მსოფლიო თასი. რა თქმა უნდა რისკი იყო. მაგრამ ეს რისკი როგორც გამოდის ღირდა.